ესეთი იდეა რომ რაღაცა ეს გასკამერების და კრემატორიუმების რაღაცა აურა შეგვექმნა დერეფანში. დერეფანში რომ შემოდიხარ არის ეს რაღაცა გერმანიზაციის ხმები ასე ვთქვათ რა. ხო და ნუ ეგ რო გავაკეთე, მე რაღაც ერთი თვე გავიდა რაც არ ჩამოვდიოდი საერთოდ ბათუმში, იმიტომ რომ იქაც რაღაც სპექტაკლს მუშაობდი და ჩამოვედი მივხვდი რომ არაფერი არ მქონდა გაკეთებული საერთოდ და რაღაც პრემიერამდე 4 დღეში მომამთავრეთ თითქმის მუსიკა და ნუ ეს იყო ძალიან ტანჯვა იმ ხრივ რომ აი რაღაცა საათში მივდიოდი ანუ შესვენება რო ქონდა ვაკეთებდი მე მოვდიოდი და ნუ ასე შემდეგ ანუ მუსიკა ესე არ ჩაკუზული ჟურნალისტები ცვლი ხო ხო და ანუ ეგ მომეწონა ძალიან რომ ანუ პრინციპში რაც გაიშალა თემატურად და ასოციაციურად რაც აგვიყვანა პიესამ ანუ ჩემი აზრით ანუ მეტი წილი პერსონაჟებს უნდა ვუმაღლოდე ამას იმიტომ რომ ან მომცა რეალურად იმის საშუალება რომ რაღაც ფანტაზია ჩამერთო რაღაცნაირად იქ რაღაც გამოვიყენეთ ოპერებიდან რაღაცა და ნუ მოკლედ რა ანუ ეს მომენტი ძალიან საინტერესო იყო მაგ ხრივ რომ ანუ თემატურად ბევრი რამ არის შიგნით და ბევრ ხას შეიძლება გაყვერდე. სხვა რა უნდა ინატროსკა. მოწყალია უფალი არ გაგაწვილებს. დედობის სიხარულს იგრძნო პირველი დედას. როცა შენ საშაში ჩვილი აბაჭუნდება. შეგიძლია ბედნიერი იყო. თავს გაუფრთხილდით. თქვენი საშუახლა სამშობლოს კუთვნილება. ძალიან მომეწონა, იმიტომ მომეწონა, რომ ისა სულ არ ჟერტვა ხოლმე. ანუ ესე ტიპაჟები, რაღაცა ესეთი გოგო ვარ ხოლმე სულ. ხო და ისა რა ქვია. მე მიშამ რომ დამირეკა მითხრა რომ აი ესე და ესე ცოტა ისე ძალიან ტაკაებად იცი როგორ ისე ნუ იმით არის გამოკვეთილი რომ ნუ ცოტა ცინიკურია. როგორ არა ამასაც ზუსტად ისე ტკივა და ზუსტად ისე განიცდის, ოღონდ სხვანაირად გამოხატავს. ვითო არ ეშინია თუ რაღაც. კი, არ სინამდვილეში მე ვფიქრობ რომ ეშინია. ძალიან ეშინია. დიდი მონოლოგებია, როგორც იცი ქეთევანს, მენესავს თამაშობ ქეთევანს ხო? მეც მაქვს ხო დიდი მონოლოგი და სულ მეშლება. ეხლა დღესაც ალბათ შემეშლება. ხო. მიშა ჩარკვიანს უნდა ბათუმში ეს პიესა დადგას, ერთი წამით არ დაფიქრე, არც დავაცადე ბოლომდე მოყოლა რასაპირებს, როგორ აპირებს, უთხარი რომ კი, წადი, დადგე აუცილებლად, დადგი ბათუმში. და ძალიან გამიხარდა ასევე ის, რომ არ არის სცენაზე სპექტაკლი, იმიტომ რომ მე თხოვნა მაქვს ამ პიესის, სადაც მეორედ იქნება უკვე ეს პიესა, დამდგმელი რეჟისორების მიმართ, რომ არ იყოს სცენაზე, იმიტომ რომ იყოს უფრო ინტიმური ურთიერთობა მაყურებელთან. ანუ ძალიან ახლოდან ველაპარაკოთ მაყურებელს და მოვსპოთ ეს სცენის პირობით. დიდი წარმატებით გაართვეს ამ შემთხვევაში თავი ყველა ერთად თელმა გუნდმა მხატვარმაც რეჟისორმაც და შემდეგ. და მთლიანობაში რაც შეეხება გადაწყვეტას, მე ძალიან მომეწონა ის, რომ იყო ესეთი პირობითი გადაწყვეტები, არაყოფითი სცენები იყო გაკეთებული, იგივე დეკორაციაც დაუშვათ, რაღაცნაირი აბსტრაქტული ცოტა დროის მიღმა და კმაყოფილი ვარ ზუსტად ამით, იმიტომ რომ ჩემს ტექსტში მე მგონი არის ეს პირობითობა, როდესაც თითქოს სრულიად სერიოზულ თემებზე ძალიან არასერიოზულად ლაპარაკობენ და მაგალითად ეს ფრაზა, რომ თუ ქართველი ხარ თუ შეგჩენია ქართველობა საპონი არ უნდა გამოიყენო,
ჟღერს ცოტა ირონიულად მიუხედავად იმისა, რომ ამ საპონს ქართველი კაცები ქონისგან ამზადებენ, ანუ რაღაც ისეთი თითქოს აკრძალული ხუმრობაა და მე ყოველთვის მიხარია, როცა დარბაზში მაყურებელს ამაზე ეცინება. ანუ როცა ჩვენ შეგვიძლია მტკივნეულ თემას ღიმილით შევეხოთ, რაღაცნაირად ირონიით შევეხოთ, უფრო სწორედ. შეიძლება ეს სულ არ იყოს სიცილი, ასე ვთქვათ, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მაგრამ იყოს ირონია და ირონიული გააზრების მცდელობა რაღაცის რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს გმირობა და როგორ აიძულებს, ასე ვთქვათ, საქართველოს ამ ქალებს, ამ კონკრეტულ ქალებს იყვნენ გმირები. გაივალოს გზა დიდებისკენ. დიდებული დედობა გელის, ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება. თუ იყო ჯამი, მაშინ ჩემს მეც გაიზიარენ. ჯამთელი ჯანხა. შენი ნორჩი სხეული კიდევ შეძლებს შვილების ყოლას. შენი საშო კიდევ მოისხამს უთხელ ნაყოფს. რაჯობია, რომ ვიყოთ ცოცხლები და ვიყოთ ნახმალები, როგორც ხდება ამ პიესაში, თუ პირიქით. გავძიროთ თავი და ვიყოთ გმირები იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა მომენტი, როცა ანუ თვითონ პიესაში ძალიან საინტერესოა და რა არის გმირობა ზოგადად. შეიძლება გმირი იყოს ფრონტის წინახაზე ვინც თავი აიფერხა ესეც და შეიძლება გმირი იყოს სიტყვაზე ბავშვი რომ არის მანქანის დაჯახებას გადაარჩინა ხო ვერ ვიკამათებს ვინ უფრო დიდი გმირია რეალურად იმიტომ რომ რა შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენ ამას ანუ ლაპარაკი რაზეა რომ ამ შემთხვევაში ამ სისტემაში რაც ხდება ამ სპექტაკლში თუ ქალები იგრძალავენ მაქსიმალურ სიამოვნებას მათთვის რაც არის ბანაობა შესაბამისად შეგვიძლია თუ არა ჩვენ ისინი გმირებად ჩავთვალოთ და რამდენად სწორია ანუ სანიტარის პერსონაჟი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ჩემთვის და მგონია რომ ზოგადად ეს სამთავარი პრობლემა პიესის ადამიანები რომლებიც ეგუებიან რაღაცებს და ჩემი აზრით ეს არ არის სწორი. საჭიროა რომ რაღაცებზე გქონდეს უფრო თამამი თავისუფალი შენი მოსაზრებები, სათქმელები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მე ვცდილობ რომ რაღაცები მივცე ჩემ თავს რაღაცა ექსპერიმენტებში და ცოტა შარში გავხვრიო საკუთარი თავი, იმიტომ რომ მე მგონი თვითგანვითარების საუკეთესო გზა ესაა. იმიტომ რომ მარტივი რაღაცა ვოდებილის დადგმა მე მგონი მე თავისუფლად შემიძლია, ძალიან თავისუფლად. და ჩემს ეს აღარაა საინტერესო. ამ საინტერესო თუ გავართმევ თავს ცოტა რთულ დავალებას, ცოტა ზღვაში უნდა გადააგდო მე მგონი თავი და ცოტა რაღაცები უნდა გარისკო, იმიტომ რომ უმჯობესია რომ არ გამოგივიდეს, მაგრამ იყოს თამამი ცდელობა ჩემი აზრით, ვიდრე ის რომ რაღაცებს ამოემარო. მე ესე მგონია. არის თემურ ჩეიძენ თქო, ერთხელ მე მახსოვს ის იყო გადაცემაში ვიყავით ერთად და თქვა ესეთი რამე რომ პიესა ძალიან უცნაური რამეა პიესა უნდა შეგვიყვარდეს ერთი დანახვით ცოტა ქალს გავსო რომელიც უცებ ერთი დანახვით შეგვიყვარდება და შესაბამისად პიესის არჩევა ერთის მხრივ მე მგონი ყოველთვის ინტუიციის დანესია იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი აქედან რა შეიძლება გამოვიდეს მაგრამ რაღაცა კარნახობს რომ უნდა დადგა ეს პიესა და თუ ამას უხალატებ მაშინ არ გამოგევა კარგი სპექტაკლი ანუ თუ მე ყოველ შემთხვევაში ესე მაქვს დაცდი რომ თუ ამას გავყევი გუმანს რაღაცა შედეგს რაღაცა ვახცე Die Revolution. 11. Kapitel Propaganda und Organisation. Im Jahr 1921 hatte in mehrfacher Hinsicht für mich und die Bewegung. Mit dem Jahre 1915 hatte die feindliche Propaganda bei uns eingesetzt. Besondere Bedeutung erhalten. Nach meinem Eintritt in die Deutsche Arbeiterpartei übernahm ich sofort die Leitung der Propaganda. Seit 1916 wurde sie immer intensiver. Ich hielt dies wahr für das womöglich weitaus Wichtigste. Es galt ja zunächst weniger, sich im Kopf über organisatorische Fragen zu zerbrechen, als die Idee selbst einer größeren Zahl von Menschen zu vermitteln. Um endlich zu Beginn des Jahres 1918 zu einer förmlichen Flut anzuschwellen. Die Propaganda musste der Organisation